We've been working on the projects of Bachvi 1 and 2 since Bachvi ხესის პროექტზე მუშაობისას თავიდანვე გამოიკვეთა გარემოს დაცვისა და სოციალური პროექტების მართვის საკითხი, რომელიც განსაკუთრებულ დაგეგმას საჭიროებდა. ეს პირველ რიგში გულისხმობდა სახელმწიფოსთან სწორი და თანმიმდევრული ურთიერთობის წარმოებას, რათა პროექტს მოეპოვებინა ნებართვები. ასევე აღმოჩნდა, რომ ბახვი 1-სა და ბახვი 2-ის საპროექტო ტერიტორია ეგრეთ წოდებულ საკვანძო ბიომრავალფეროვნების არეალში მდებარეობდა. შესაბამისად, მენეჯმენტმა პროექტში საერთაშორისო ექსპერტები ჩართო ბიომრავალფეროვნების შესაძლო რისკების დამატებითი კვლევებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ კვლევების მიმდინარეობისას გურიის ეროვნული პარკი ოფიციალურად დაარსდა, რამაც განაპირობა გარკვეული კოორდინაცია ბუნების მსოფლიო ფონდის ქართულ ოფისთან, რომელიც ეროვნული პარკის შექმნის პროცესს ხელმძღვანელობდა. სოციალური მიმართულების ხაზით მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივ საზოგადოებასთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან ურთიერთობა. აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე უკვე არსებობდა ბახვის 3 ჰესი. შესაბამისად, მოსახლეობას წარმოდგენა ჰქონდა, თუ რას ნიშნავს ჰიდროენერგეტიკული პროექტი და როგორ აისახება მისი ფუნქციონირება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მიუხედავად ამისა, მაინც ბევრი იმუშავა კომპანიამ საზოგადოების პოზიტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად. ჰიდროენერგეტიკული პროექტების მოწინააღმდეგე ჯგუფები მუდმივად ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას, რითიც მოსახლეობაში აჩენენ არაადეკვატურ შიშებს. პროექტის მენეჯმენტმა დაიქირავა შესაბამისი ექსპერტები და შექმნა გუნდი, რომელსაც ევალებოდა საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება, რაც გულისხმობდა გამჭვირვალე კომუნიკაციის წარმოებას პროექტის განვითარების თითოეულ ეტაპზე, რათა მოსახლეობას მიეღო ზუსტი ინფორმაცია, ჰქონოდა კითხვების დასმის შესაძლებლობა და საჭიროების შემთხვევაში საჩივრის გაჟღერებაც კონკრეტული მექანიზმის complain if they want to complain or ask questions if they have questions. If you look at the project ტექნიკური თვალსაზრისით, ეს არის სტანდარტული სქემა. სათავე ნაგებობა, მილსადენი და ჰესის შენობა, რომელიც მრავლად გვხვდება საქართველოში. განსხვავება მდგომარეობს გარემოს დაცვითი და სოციალური სტანდარტების ნაწილში. მაგალითად, საქართველოში თევსავალი ხშირად დაუდევრად შენდება. მაშინ, როცა ბახვი 1-სა და ბახვი 2-ის შემთხვევაში დიდი ყურადღება დაეთმო დიზაინსა და მშენებლობის მონიტორინგსაც, რათა მუშაობის ეფექტიანობა საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების გამოყენებით ყოფილიყო მიღწეული. პროექტმა აიღო ტყის აღდგენის ვალდებულება 1-2 პრინციპით, რაც ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ყოველი 1 ჰექტრის საპირწონედ 2 ჰექტრის განაშენიანებას გულისხმობს, რაც საუკეთესო შემარბილებელ ღონისძიება და აღიარებული. გამოვყოფთ პროექტის კომუნიკაციის სტრატეგიასა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობას, საჯარო შეხვედრებს, მრჩეველთა საბჭოს. თითოეული ინიციატივა წარმოადგენს კარგ პრაქტიკას და მაგალითს სხვა კომპანიებისთვის საქართველოში. Bachvi Hesi